უბრუნდებით კენიას, სადაც გაღიზიანებაა HCC-ში მხარდაჭერილი გეგმის გამო, რომლის მიხედვითაც ამერიკელი ებოლას პაციენტები კენიის ტერიტორიაზე უნდა კარანტინში მოაქციონ. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში თავად ეპიდემია არ დაფიქსირებულა. სკანდალმა გამოიწვია პროტესტები და ბრალდებები, რომ კენიას თხოვენ იკისროს ჯანმრთელობის რისკი, რომელსაც ვაშინგტონი საკუთარ ქვეყანაში არ მიიღებდა. და ეხლა ჩვენთან ნაირობიდან ერთობა ჟურნალისტი რუდ ალმენდორბი. გმადლობთ, რომ აქ ხართ და გვიზიარებთ მეტ ინფორმაციას ამ განვითარებად ამბავზე. გმადლობთ ემილი. ამჟამად კენიაში განწყობა 7-ია, თუმცა დაძაბული. ჯერჯერობით ახალი დემონსტრაციები არ ყოფილა, თუმცა მომდევნო რამდენიმე დღეში მოსალოდნელია. ასე რომ პოლიციას არ დასჭიროებია ჩარევა, რადგან სამწუხაროდ იმ პროტესტებში 3 ადამიანი დაიღუპა. მაგრამ საქმე ჯერ არ დასრულებულა, რადგან ებოლას ცენტრის მშენებლობა სასამართლოს ბრძანების მიუხედავად მაინც გრძელდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაძაბულობა ჯერ კიდევ არ გამქრალა. მაშ, რა არის თქვენ ჟურნალისტი ხართ, ასე რომ ვიცი, შეგიძლიათ უფრო ახლოდან დააკვირდეთ ამბის ყველა ასპექტს. მაგრამ რა არის პროტესტების მთავარი მიზეზი? პირველი მიზეზი ისაა, რომ ხალხს ეშინია, ებოლა კენიაში არ გავრცელდეს, რაც უცნაური აზრი არ არის, რადგან კენია ბოლო 10 წლეულებში მომხდარი 17 ეპიდაფეთქების დროს კენიაში ებოლას არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამიტომ ხალხს ეშინია, როცა აქ მოჰყავთ პოტენციურად ინფიცირებული ადამიანები, რომ ვირუსი შეიძლება ამ ქვეყანაში გავრცელდეს. მეორე მხრივ, მთავრობა თავის პროცესებში ძალიან გამჭვირვალე არ ყოფილა. უცებ ამერიკელები გამოჩნდნენ 13.8 მილიონი დოლარით, რათა აშენებულიყო ობიექტი. და ხალხი ამის შესახებ ინფორმირებული არ იყო. ასე რომ, ბევრ კენიურ არხს ხედავდით, რომ პრეტენზიები სწორედ ამაზე იყო, გამჭვირვალობის ნაკლებობაზე. და როგორ არცმევს მთავრობა ამას თავს? ყველა ამ პროტესტს სწორად უმგლავდებიან? გამჭვირვალობის ნაკლებობა რაღაცნაირად ისევ გრძელდება. ეხლა ხელისუფლება ამას არსებულ პოლიტიკას უპირისპირებს, სადაც უკვე არსებობს 23 სხვა ცენტრი, რომლებსაც შეუძლიათ ინფექციების მართვა. მაგრამ ეს მაინც არ არის საკმარისი ხალხისთვის. ისინი ისევ კითხულობენ, რატო მოულოდნელად ამერიკელები და რატო მოულოდნელად ინფიცირებული ადამიანები სხვა ქვეყნიდან. ასე რომ კენიის სასამართლოებმა ფაქტობრივად შეაჩერეს პროექტი, ისტორია, მაგრამ ცნობები ამბობენ, რომ აშშ-ის თვითმფრინავების პერსონალი მაინც ჩამოდის. ეს ახლა სუვერენიტეტის საკითხადაც იქცა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხედაც. დიახასია, სასამართლომ გამოსცა შეჩერების ბრძანება, მაგრამ ეს ბრძანება არ შესრულებულა. ჯანდაცვის სამინისტრომ გააგრძელა მოქმედება, რადგან ისინი კონსტიტუციას ეხორდნობიან, სადაც წერია, რომ სამედიცინო საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში ხელისუფლებას აქვს უფლება გააგრძელოს ზომების მიღება ჯანმრთელობის რისკების წინააღმდეგ. და სწორედ ეს ხდება ახლა. მაგრამ ხალხისთვის ეს ნამდვილად არასასიამოვნოა, რადგან ისინი ხედავენ, რომ მათ მოსამართლეებს გვერდსულიან და მშენებლობა მიმდინარეობს შორეულ ავიაბაზაზე. ასე რომ ჯერჯერობით არავის არაფერი უნახავს, მხოლოდ ციდან შეიძლება დაინახო. არსებობს სატელიტური სურათები, სადაც ჩანს 12 თეთრი კარავი, მაგრამ ეს არის ყველაფერი. არავის უნახავს რა ხდება შიგნით. კარგი, დიდი მადლობა თქვენ რუბ ალმენდორ, თქვენი შეხედულებებისთვის. მადლობა თქვენს.